სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს თბილისის განვითარების ფონდი. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება, მეორე ეტაპზე კი აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია განხორციელდება. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ ხდომაზე საზაფხულო ბაღებზეც ისაუბრეს, მსურველებისთვის რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით ივლისში დედაქალაქში 50 ნაცვლად 55 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20,000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს დილის 10 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოტურად განთავსებული და ამორტიზირებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მილიონამდე ლარი. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია განხორციელდება.